ვაიმე, შეხედეთ, პატარა ბატკანი მაჩუქეს. საყვარელი, ვაიმე, უცბად დავარქვი ბაკუნა, ბაკო, იმიტომ რომ მოკაკუნობდა. ვაიმე, რა, ვაიმე, რქები აქ, პატარა რქები, რა საყვარელია, ბაკუნა. Pinda ჩემთან წაგიყვანო, ხო ეხლა? ვაიმე, პატარა ბაჭიებთან იმეგობრებ. ბაკუნა, დედა რა არის ეს სიხარული, ვაიმე, მოულოდნელი სიხარული. მადლობა. აი, ვაიმე, რა საყვარელია, რძისუნი ასდის. საყვარელი. ბაკუნა, ხო გიყვარი ვარ უკვე? ვაიმე. გამოდი ახლა აღარ ვი. მოგესალმებით ძვირფასებო, ბედნიერი დღე გქონდეთ, ხვალინდელიც, ზეგინდელიც. მოკლედ, მაჩუქეს პატარა ბეკეკა, რომელიც ახლა გარეთ არის და აუცილებლად გაჩვენებთ შემდეგ ვიდეოში. მოკლედ, წამოვიდა კომენტარები, ჩაქაფული, ეხლა ეფერები და მერე უნდა შეჭამო. და ერთი სიტყვით ასეთი SMS-ები იყო. მე ჩვეულებრივად ვკითხულობ ამას ყველაფერს და არ მიკვირს არავის აგრესია და რატო გეტყვით? არც ცინიკურად ვამბობ ამას, არც გაბრაზებული, არც ვითომ მშვიდად, ზოგიერთი რო აკეთებს ხოლმე იმ მშვიდად არის და თან უნდა გადაგყლაპოს. ერთი სიტყვით. ეხლა რატო ვღებულობ ამას ჩვეულებრივად. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ვარ უმიზეზოდ ბედნიერი ადამიანი. აი უცბად, აი რაღაცა სიხარული მოვა თავში, წარსულიდან, მომავლიდან და ვარ ბედნიერი. ასევე შეიძლება ადამიანი იყოს უმიზეზოდ აგრესიული. ასევე შეიძლება იყოს ადამიანი შურიანი, ბოროტი და ასე შემდეგ. ერთი რამე ვიცი. ღმერთმა დაუშვა ღმერთმა, რომ ჩვენ კეთილმა, ბოროტმა, შურიანმა, ეჭვიანმა, საშინელმა, საზიზღარმა, ღვთისნიერმა, ბედნიერმა, ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ დედამიწაზე. თუ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ, მაშინ უნდა შევეგუოთ ყველაფერს და ვიცხოვროთ. გაუგოთ იმ ბოროტსაც, გაუგოთ იმ ადამიანს, ვინც აგრესიაშია. ნუ ვერჩით. ეზოხერი, ბატკანი, მაჩუქეს და მიხარია, ვარ ვეგეტარიანელი, არ ვჭამ ხორცს. ამიტომ ბატკანი იცხოვრებს ჩემთან და ვიქნებით ერთად ბედნიერი. მესათვალე როგორ მიხდება. თორელში მაჩუქეს. კი არ მეგონა ესეთი კარგი თუ იქნებოდა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ბედნიერები იყავით, რაც გინდათ ისქენით. ყველას მოგვეკითხება ჩვენი. მიყვარხართ, როგორებიც ხართ. ტაში. ჯაჯო. რა გაცვია ფეხზე? ფეხზე მაცვია არაჩვეულებრივი სასწაული ფეხსაცმელი. მაგარია. ძალიან. თურმე ელზა ბურძენიძე მიდის მაღაზიაში. ეს მიდის და უცბად დაინახა ესენი. დაინახა და ჯაჯო დაიძახა და მიყიდა და მომიტანა. აი, ძალიან ლამაზია. გიხდება. მოგეწონათ ჩემი ბოტასები. უნიკალურია, სასწაული. აი ესე ერთჯერადია, ერთხელ ჩაიცმებ, მერე გადააბრუნებ. შიგნით არის ეკლიანი. მასაჟებს უკეთებს ფეხებს. მართლა გეუბნები, ჩიხეთ რა ლამაზია. აი შეიძლება ადგილზე იცეკვო.